საქართველოს რუსეთისთვის ჩეჩენი მებრძოლის ახმედ ჩატაევის გადაცემას არ აპირებს. Განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა გააკეთა. ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილის რუსეთში ერთსტრადირების საკითხზე ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა გუშინ ისაუბრეს. მათი თქმით, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა, რადგან მათივე მტკიცებით ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა მხარემ რუსეთს 10-მდე ჩეჩენი მებრძოლი გადასცა. დავით ჯანდიერმა ამის შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციიდან ჩატაევის გადაცემის მოთხოვნით ოფიციალური წერილი ნამდვილად მიღებულია. ახმედ ჩატაევი ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს სასაფეთრებელი მოწყობილობის უკანონო ტარებისთვის. მის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი ხელმძღვანელობა რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა. ამჟამად ჩატაევი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 სექტემბერს ფეხში დაჭრილს ჯორის სამხედრო ჰოსპიტალში ქვედაჭიდურის ამპუტაცია გაუკეთეს. საშუალო სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მისი ცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციიდან შემოსული არის მოთხოვნა და ამ მოთხოვნას უნდა გაეცეს პასუხი. დადებითი ან უარყოფითი. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბატონი ჩატაევი არ უნდა იქნეს გადაცემული, ვინაიდან არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 70-ზე მეტი გადაწყვეტილება, რომლებიც უკავშირდება ჩეჩნების ბედს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას არ აპირებს.